მოგესალმებით, მე გადავწყვიტე, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი გავაკეთო ხშირად რა, როცა მოვიცლი. ხშირად. ანალიზი ნომერი 1. დღეს პარლამენტმა მიიღო კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ სექსუალური ხასიათის პროდუქცია აღარ გაიყიდება მთელ რიგ ადგილებში. შეიძლება საერთოდ აღარ გაიყიდოს, მაგრამ აქ ამ კანონის მთავარი ნაწილი ის არის, რომ აღარ გაიყიდება იქ, სადაც იყიდებოდა, საბავშვო პროდუქცია, სადაც იყიდება, ან სკოლებთან და დავუშვათ საბავშვო ბაღებთან. ეხლა რა ხდება აქ? ხალხს აინტერესებს, რა არის ეს სექსუალური ხასიათის პროდუქცია. მილიონი კითხვა გაჩნდა, ზოგი ფიქრობს, რომ დავუშვათ სექსუალური ხასიათის პროდუქცია რატომ არ არის ბამბანერკა, ან რომელიმე ტკბილი, ან ნახევრად ტკბილი ალკოჰოლური ან ნახევრად ალკოჰოლური სასმელი. თუმცა საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც ხვდება რა არის სექსუალური ხასიათის პროდუქცია და სწორედ ეს პროდუქცია აკრძალა ამ პროდუქციის გაყიდვა აკრძალა პარლამენტმა. რა მოხდა ამით? ფაქტიურად ჩვენი სექსუალური პროდუქციის მომხმარებელთა ინტერესები, ჩვენი სამომხმარებლო კალათის ის ნაწილი, რომელიც ამაზე იყო მიმართული, იქნა სრულიად იგნორირებული და ფეხებზე დაკიდებული. რატომ? თუ დავუშვათ ადრე შეგვეძლო წავსულიყავით ბავშვი გამოგვიყვანა ბაღიდან, იქვე შეგვეძლო მისთვის გვეყიდა რაღაც საბავშვო პროდუქტი და აგრეთვე გვეყიდა დილდო, ვიბრატორი, ლუბრიკანტი, პრეზერვატივი არა, იმიტომ რომ პრეზერვატივი არ არის სექსუალური ხასიათის პროდუქცია, როგორც პარლამენტში განმარტეს და ამიტომ არც იყიდებოდა იქ და აწი მით უმეტეს აღარ გაიყიდება. და დავუშვათ წამოსულიყავით შემდეგ დანიშნულების ადგილზე. ეხლა რა არის? ჩვენ გავგვიძვირდა გზა. ჩვენ უკვე ამას ერთ გზაზე ვეღარ ვაკეთებთ. ფაქტიურად ეს არის კიდევ ერთი იმედგაცრუება ახალი საპარლამენტო უმრავლესობის და ზოგადად თავრობის მხრიდან და ჩვენ ამიტომ უკმაყოფილო ჩვენ ვინ სექსუალური ხასიათის პროდუქციის მომხმარებლები, რომელთა ინტერესებიც როგორც აქამდე ირღვეოდა, სავარაუდოდ ჩანს რომ ამ თავრობის ხელში კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ მოგვიწევს თანასექსუალური ცხოვრება. თუმცა იმ დღეს სხვადასხვაობის გაგიკვირდებათ და მანანა ყობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ვნახე იქ ერთ-ერთ ესეთ სავაჭრო ობიექტში შევხედე ყიდულობს ქართულ გეი პორნოს კასეტას. და ქალბატონო მანანა მეთქი, ეს იცით ალბათ ეს ფილმი, ეს არის ცანგალა და ცანგალა ეგეთი ფილმია, გეი პორნო ქართული და ვეკითხები რომ ქალბატონო მანანა მეთქი, კი მაგრამ თქვენ ხო ამის კატეგორიული წინააღმდეგი ხართ გეების ურთიერთობის, მით უმეტეს გეების პორნო, ამას ატო ყიდულობთ. ნიკა არაო მითხრა, არაო მე ამას როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე კი არ ყიდულობ ამ შემთხვევაში, არამედ როგორც პოლიტიკოსი, როგორც პარლამენტი და როგორც ასე ვთქვათ ევროპული ღირებულებების გამტარი პერსონა, ესე ყიდულობ ამასო და კარგით მეთქი დავემშვიდობე წამოვედი და უკან მომესმარო. თუ შეიძლება ეს ბავშვი წითელი ზედაც მომეცი. გასაგებია. დღეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თურმე იმიტომ შევიდა დასუფთავების, ესე იგი, თბილისის დასუფთავების სამსახურში გამოძიება, ფინანსური პოლიცია და ასე შემდეგ და იმიტომ არის სერიოზული წნეხი ამ შემთხვევაში ამ დამსუფთავებლებზე, რომ რეალურად იქ მუშაობდა უამრავი ზონდერები, ან ნაციონალური მოძრაობის ზონდერები, რომლებიც ჩუმად ამე ისე როცა ჩვენ დავუშვათ ყველას გონია რომ ნაგავი რომელიც საღამოს გადავყავდეთ არის მშვიდად რეალურად არ არის ისე მშვიდად და მათ სერიოზული დავუშვათ ზეწოლა მიმდინარეობდა მთელი 9 წლის განმავლობაში და ეს ნაგავი საღამოს თბილისის მოსახლეობის ზურგს უკან ძალით მიდიოდა ღმერთმა უწყის დავუშვათ ვის ნაგავს აყენებს. აი ეს არის რეალურად ის შემზარავი ფაქტი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ აღმოაჩინა და ტაში ამისთვის. ეხლა სხვადასხვა ამ ფაქტის გამო ფარდა აეხადა იმ ცოტათი უცნაურ მოვლენას, რომელიც თან ახლდა ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქციებს, როდესაც მაგალითად თავისუფლების მოედანზე აქცია დამთავრდებოდა და თვითონ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები ასუფთავებდნენ იქაურობას. და მე მივხვდი ეს რა ჩანაფიქრი იყო, რომ ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, რომ ნაგავი, რომელიც რეალურად იქ იყრიდა თავს, როგორმე არ მოხვედრილიყო ნაციონალური მოძრაობის რიგებში. ანუ ნაციონალური მოძრაობის ზონდერებს არ გადაებირებინათ იქ შეკრებილი ნაგავი. და მას ეს გამოუვიდა ფაქტიურად.
შეიძლება ითქვას. კიდევ ფიქრობ რომ სხვა უამრავი პრობლემა გროვდება ქვეყანაში და სწორედ ამაზე გამოხმაურება არის საერთაშორისო მედია საშუალებებში ატეხილი ერთი ბუმი, გვახსოვს ჩვენ ლიბერასიონი, შემდეგ იყო Le Figaro, შემდეგ Wall Street Journal და სულ ბოლოს Washington Post-ი, სადაც ძალიან კრიტიკული სტატიები იქნა დაწერილი იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვათ ჩვენი, საქართველოს ხელისუფლება ფაქტიურად ძალიან არადემოკრატიულად მართავს პოსტსაარჩევნო პერიოდს. თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ესენი არიან მოსყიდული მედია საშუალებები და მათ ვინც ფულს გადაუხდის, დაუშვათ იმას დაწერს, რასაც დაუშვათ დამკვეთი შეუკვეთავს. საინტერესო არის სხვადასხვა მე გავიგე Washington Post-ის ტელეფონის ნომერი და მოდით ახლა დავრეკოთ. ეხლა იქ სამუშაო დროა. Hello. I'm calling from Georgia. Yeah, another Georgia. Yes. I want to order some article about my democratic person. I am from Georgia. I'm democrat. Hello. ხო, რა ვიცი, როგორც ხედავთ, ეს ასეთი ადვილი არ არის. ანუ რეალურად ჩნდება ეჭვი იმის, რომ დღევანდელი უმრავლესობა არ არის მზად იმისთვის, რომ ესეთ გლობალურ პროცესებში იყოს ჩართული. ანუ რეალურად ქართული ამორჩეველი შეცდა, როდესაც უალტერნატივოდ ისე რომ არანაირი დაზღვევა არ გააკეთა მიცახმა დაუშვათ ქართულ ოცნებას. არ შეიძლება მეგობრები ესე. როგორც არ უნდა გწამდეთ და გჯეროდეთ იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც ემხრობთ. ყოველთვის როცა აკეთებთ მნიშვნელოვან არჩევანს, ანუ თუ კი ქვეყნის ბედი, შვიდობა, ასე ვთქვათ, ქვეყნის წინსვლა დევ საბირწონეზე, ყოველთვის გადააზრიეთ თქვენი არჩევანი. როგორაც არ უნდა გჯეროდეთ და გწამდეთ ამ არჩევანს. აი მაგალითი აიღეთ ისედაც ყველასთვის სამაგალითო პიროვნებისგან, ჩვენი პატრიარქისგან. წარმოვიდგინეთ მას ყველაზე მეტად ალბათ საქართველოში წამს ღმერთის, მისი ძალის, მისი შესაძლებლობების, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე დაზღვევის სახით მაინც გერმანელ სპეციალისტებს მიმართავს. დროებით მეორე ანალიზა.